ცოტა შეიძლება უხერხულიც იყოს, მაგრამ 46 წელსში ვარ კუცოლშვილო. მაქვს უმაღლესი განათლება ვარ სპეციალობით ღვინის ტექნოლოგი. ჩემი სამუშაო გამოცდილება იწყება 1995 წლიდან. მაგრამ აქტიურად როგორც თანამდებობის პირი, როგორც პასუხისმგებელი პირი 1991 წლიდან ბატონი განიხატაძესთან ერთად მაისუნის ღვინის ქართლის მეღვინე ტექნოლოგი გახლავართ. 1998 წელში მე უკვე ასკანელი ძნების ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი გახლავართ. მეგონი ეს უფრო კარგად ესეცაც მეღვინეობის ერთ-ერთი დიდი ფირმა საქართველოში. შემდეგ 2-3 წლის შესვენება ჰქონდა მეღვინეობაში და იმ შემდეგ ისევ ვაგრძელებ მეღვინეობაში მუშაობას. ახლა ვარ 5 წელიწადი მთავარი სპეციალისტი, მთავარი მეღვინე წარმოების უფროსი. შარშანდელი წელიწადი 2013-2014 წლები ემსახურებოდი სახელმწიფო წარმოებას ბაისუნის ქარხანაში. ემსახურებოდი ყურძნის დამზადებას და ერთ-ერთი წარმატებული წარმოება გახლავთ ის წარმოება და წარმატებულად დავამთავრე 2012 წლის იანვარში ის წარმოება, რომელიც წარმოებასაც მე ვქონდი. 4 წარმოება მუშაობს სახელმწიფოში, წელსაც დააძეროს მუშაობას იმას ეხება მაქვს. ერთი წარმოება ბაისუნის ღვინის ქარხანა, რომელსაც დღემდე მე ხელმძღვანელობდი სახელმწიფო წარმოებას შეუძლებით. მეორე ჩიკანის წარმოება, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი დურანიკაცაძე სახელმწიფო წარმოებას, მესამე შიგა და აკურა. 4-ვე წარმოებაში პირველი ადგილი ჩემი წარმატებით, ჩემი აღნიშნობით მიიღო ბაისუნის ღვინის წარმოება და ამით მიამართება ჩემ თანამშრომლებთან ერთად, ვისაც მე ვიმსახურე ვიმუშავე და მიემართება რა თქმა უნდა მომავლისას. ეს არის ჩემი მოკლე ავტობიოგრაფია. მე 2012 წლის ეხლა გეტყვით ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიას. მე დიდი პოლიტიკური ბიოგრაფია არ გამაჩნია, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე მე ვარ ქართული ოცნების ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი და შემდეგ მისი წევრი და 2012 წლის არჩევნებში დიდ გამარჯვებაში ვაქვს საკმაოდ დიდი წვლილი მიღებული. მე რა თქმა უნდა ვამაყობთ რომ ვიყავი და ვარ სოფელ ბაისუნის ლიდერი ქართული ოცნებისა და მომავლის დიდი იმედი მაქვს. მერტმა დაბრუნდოთ და მარტია დაასრულეთ. პოლიციის ერთ-ერთი აქტის ძალიან დიდი გოდიშით რა თქმა უნდა პოლიტიკურ ავტობიოგრაფიაში აუცილებელია გითხრათ მე გახლავართ კოალიციის ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის პარტიის ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე. ჩემს პარტიაში გაერთიანებულია დაახლოებით 300 წევრი, აქედან უკვე 150 ეს არის ძალიან აქტიურად ჩამორჩენა ხაზგასული წევრი. ჩვენ საკმაოდ დიდი შრომა ჩავდებით კოალიცია ქართული ოცნების გამარჯვებაში. თუმცა რაბოდეთის რაიონში ეროვნულ ფორუმს დიდი ხნის ისტორია არ გააჩნია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული ფორუმის წამყვანი ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ იმ პოლიტიკოს წევრებთან შეხვედრების შემდეგ, რომლებიც ეროვნული ფორუმის რიგებში არიან, შემდეგ გადავხედე რომ ჩავდგომოდი აი ამ ერთ-ერთ ნამდვილად ღირსეულ და ჩემთვის აპილსაცემ პოლიტიკურ პარტიას. ვამაყობ რომ ვარ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე. ვამაყობ რომ მუშაობ ბატონ
კიბლო ჯანძესთან ერთად, ვამაყურო მუშაობ იმ თავმჯდომარეებთან ერთად, რომელიც თავმჯდომარეებთან ერთადაც მე ვაპირებ შემდეგ კიდევ მუშაობას და ვამაყობ იმ დიდი გუნდით, რომელსაც ქართული ოცნება კოალიცია წარმოადგენს. აი ეს იყო ჩვენი საფუძველი. შეიძლება ცოტა რა კიდევ გამორჩა, შეიძლება ბევრი რამე იყოს საქმეები, მაგრამ რომ ბევრი გვექნება, შემდეგში იმიტომ ჩვენ ნამდვილად ესეთი ძალიან კარგად ვაპირებთ ჩემი შეხედვით ვაპირებთ არჩევნების შემდეგ თუ მიამირჩევთ, არჩევნების შემდეგ ვაპირებთ ერთად ძალიან ახლოს მუშაობას და უფრო მეტი მეწოდდება ჩვენი საქმიანობების და ყოველდღიური და შემდეგი მომავლის შესახებ. აი ხა.